ცენტრალურ საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 6 რეგიონულ მაუწყებელში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის რეკლამის განთავსება სავალდებულო გახდა. ტელევიზიათა ჩამონათვალში, სადაც პარტიები ფასიან რეკლამას განათავსებენ, ტელეარხი 25 ვერ მოხვდა. ცესკოში განმარტავენ, რომ რეგიონულ არხებს საჭირო დოკუმენტაცია კანონით განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინა, რაც მხოლოდ 6-მა მედია საშუალებამ მოახერხა. ცესკოს გადაწყვეტილებას საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია არ ეთანხმება. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ რეკლამის განთავსებისთვის საჭირო ინფორმაცია ცესკოს 22 აპრილს წარუდგინა, რადგან არჩევნებამდე არაუგვიანეს 55 დღე 21 აპრილი უქმე იყო და მაუწყებლებმა ამ ნორმის დაცვით იმოქმედეს, რის გამოც ცესკოს ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ. მისი თქმით, ვადის დარღვევისთვის მაუწყებლობისთვის შესაძლებელი იყო რაიმე სახის სანქციის დაკისრება. ვადის დამცველი ტელევიზიებისთვის პრიორიტეტის მინიჭება ნათია კუპრაშვილს არასწორად მიაჩნია. სამოქალაქო კოდექსი ჩვენი ქვეყნის გვეუბნება, რომ როცა 21 აპრილი ეთუხება დასვენების დღეს, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს აქვს საშუალება გამოიყენონ მეორე დღე, როგორც სამუშაო დღე და ჩააბარონ დოკუმენტაცია. სხვათა შორის ეს მუხლი, ეს კანონის ეს მუხლი ეხება როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ისე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჩაიბარა 22 აპრილის მდგომარეობით დოკუმენტაცია და მან სწორი ნაბიჯი გადადგა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი არ ჩაიბარა.